კანონპროექტის გაცნობის შემდეგ მოამბე იმ ადამიანების პოზიციით დაინტერესდა, ვისაც მოსალოდნელი რეგულაციები პირდაპირ ეხება. კაფეების და რესტორნების მფლობელების აზრით კანონში შესატანით ცვლილება მათ ბიზნეს საქმიანობაზე ნეგატიურად არ აისახება, რადგან ყველა ობიექტი თანაბარ პირობებში იქნება ჩაყენებული. რეაქცია არაერთგვაროვანია თამბაქოს მომხმარებლებს შორის, რომელთა ერთი ნაწილი კონტროლის გამკაცრების მიღმა მწვეველთა უფლებების დარღვევის ნიშნებს ხედავს. კანონპროექტის ავტორებს გარკვეული რეკომენდაციებით მიმართავს ბიზნეს ომბუდსმენი. ეს გახლავთ ადგილი მწვეველთათვის, რომლის თავიდან არ ხდება გათვალისწინებული, თუმცა შემდეგ კლიენტის ჩვენი სტუმრებიდან სტუმრის მოთხოვნა გამომდინარე მოგვიწია ამ ფაქტის შემომატებაც. თბილისის ცენტრში მდებარე ამ კაფეში რამდენიმე წლის წინ მხოლოდ არამწვეველებისთვის განკუთვნილი დარბაზი იყო, თუმცა კლიენტების მოთხოვნით სივრცე ორად გაიყო. კაფეს დირექტორი ნიკოლოზ ივანაშვილი გვეუბნება, რომ მწვეველებისთვის ცალკე დარბაზის გაკეთებას არ აპირებდა, თუმცა ეს ბაზარზე არსებული კონკურენციის გამო მოუხდა. ქალბატონები ბრძანდებოდნენ რამდენიმე, რომელთაც ასე ვთქვათ, კარგად მოილხინეს, შუახნის ქალბატონები დაიწყეს დალევა და უნდათ მოწევა და ისე გააპროტესტეს, რომ ბოლოს არ დაგვიჯერეს და ეს გამოიღეს, ესე ვთქვათ, როგორ ვთქვათ, თვითნებურად თუ რაღაცა ჩვენ არ მიიღეს, ესე ვთქვათ, ჩვენი შენიშვნა და დაიწყეს მოწევა. ეს კი ასევე თბილისში მდებარე კიდევ ერთი საკვები ობიექტია, თუმცა იმ განსხვავებით, რომ პიცერიის გახსნის პირველ პერიოდში აქ მოწევა დასაშვები იყო. კლიენტების მოთხოვნით კი ბოლო რამდენიმე წელია მხოლოდ არამწვეველთა დარბაზი აქვთ. პიცერიის მენეჯერი გვიხსნის, რომ ოთახიდან თამბაქოს ყვამლის სულ გაწოვას ვერც ერთი გამწოვი ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ ურჩევნიათ მწვეველთა დარბაზი საერთოდ არ ქონდეთ. სიგარეტის მოწევა არ მოწევა არ უშლის და არ უწყობს ხელს კლიენტების რაოდენობას. აქ არის ხარისხზე და პროდუქცია მთავარი. ბევრჯერ მოსულა კლიენტი და უკითხავს, არ ეწევიან და შეიძლება გასულა აქედან თქვაზე 10% უკან, მაგრამ 90% ყოველთვის ეწევა თუ არ ეწევა, მაინც რჩება ხოლმე მიირთმევს და შემდეგ მიდის. კაფე-ბარებისა და რესტორნების მფლობელები თამბაქოს მოხმარების კონტროლის შესაძლო გამკაცრებას დადებითად უყურებენ. მათი თქმით, კანონი თუ ყველა მათგანს საერთო რეგულაციის ქვეშ მოაქცევს, კონკურენციის პირობების გაჯანსაღდება, მაგრამ საკვები ობიექტების მეპატრონეებისგან განსხვავებით მომხმარებლების აზრი ორად იყოფა. რეგულაციებს ნაწილი მიესალმება, მეორე ნაწილი კი მწვეველებისთვის დარბაზის გამოყოფას ითხოვს. შესაბამის ადგილზე მოწია, მაგრამ სხვას რატო განწყობას უფუჭებ, სხვებისთვის უფრო ცუდია, ვინც არ ეწევა მედიცინის თვალსაზრისით და შემდეგ. ბარებს, კაფეებს, კლუბებს და რა ვიცი, სალონებსაც ალბათ მეპატრონეს უნდა დაუტოვოთ იმის უფლება, რომ თვითონ გადაწყვიტოს თავის სივრცეში მოაწევინებს თუ არა ადამიანს სიგარეტს. ფიქრობ, რომ უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები, სადაც შეიძლება მოწევა და ისე ალბათ დაირღვევა მწვეველების უფლებებიც. ჩემს არანაირად არ იღო ამის მწვეველთა უფლებები, უბრალოდ თვითონ მწვეველები არ იღებენ სხვას უფლებებს, როდესაც ეწევიან თავშეყრის ადგილებში. სარესტორნო მომსახურების გარდა ახალი კანონპროექტი თამბაქოს გაყიდვასა და რეკლამირებაზეც მთელ რიგ აკრძალვებსა და რეგულაციებს ითვალისწინებს. მათ შორის არის თამბაქოს ნაწარმის ვიტრინაში განთავსება. ეს ერთ-ერთი პუნქტია, რომელსაც ბიზნესმენების ნაწილი არ ეთანხმებიან და ნორმას გაურკვეველს უწოდებენ. ჩემთვის მაგალითად საერთოდ გაურკვეველი არის, რას ემსახურება აღნიშნული რეგულაცია, ეს არ არის არც რეკლამა, ეს არ არის არც მარკეტინგი, ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესი, რეალიზაცია საქონლის, რომელიც არანაირი ამოტივირებულ ფაქტორს არ წარმოადგენს თამბაქოს შეძენისთვის და მოხმარებისთვის. ბიზნეს სექტორი იმედს იტოვებს, რომ შეზღუდვების ამოქმედებისა და მომზადებისთვის კანონმდებლები შესაბამის დროს გამოყოფენ.